გამარჯობა მეგობრებო. როგორ ბრძანდებით? ეხლა მივდივარ შევხვდე ჩემს მეგობარს თეფშის და მივდივართ ცოტა დავაგვიანეთ ოღონდ 2:30 არის უკვე. მივდივართ ჰასკი პარკში სეზონის გახსნის ივენთი არის, რაღაც პატარ-პატარა შეჯიბრები ტარდება. არ ვიცი რა დაგხვდება. ნახოთ აბა რას გვთავაზობს ჰასკი პარკი წელს. აქვს საჭრელი, მე განახებ რა ეს ფორმაზე ზუსტად ისე რომ მიუყვება უკანა პლასმასს რა ფორმა. მოიცა გლუში წელს რაც გადმოდის ეგ რომ მოეჭრას. ეგ რომ მოეჭრას კი და ძალიან უხდება, ძალიან გამისწორდა უეჭველი უნდა ვქნა ეგ. დავაი თუ არა და იცი პლასმასები სად იყიდო აწი უკვე და არა მაქვს შეჩემო 2 მაქვს ეხლა. ხო მაგითაც ხო არაფერი არ ჭირს. ხო 2-ც და მაქვს რა თუ რამე არ მომეწონა გადმოვაყენებ ისე დავაყენებ. ბაზარი არა. იმ დღეს პატარაზე რო აუწიეონთ power wheel-ი გავაკეთე რა. ხო იასმია ბარა თავიდან და ის არის რა ქვია მაგრად გამისწორდა პოსტა ძალიან შემეშინდა. აჰა მახსოვს ეგ შეგიძლია კი. მაგრამ გასწორა ძალიან და ეხლა და გუშინ მომივიდა კიდე ძალიან მოსახოში, აი დაახლოებით ესეთ მოსახოში შევდიოდი, მარჯვნივ უხვევდი ოღონდ, როგორიც ეხლა შევდივართ და წინ მიდიოდა ძალიან ნელა მანქანა რა და მე ამ სცეპლენით და გაზით აი აღმართი იყო თან და ვაკონტროლებ რომ არ ჩამიქრეს. და უცებ რო დაიძრა ის მანქანა, მივეცი ძალიან დიდი გაზი და მე გავუშვი შემთხვევით იმას, რა ქვია, სცეპლენიას და ეგრევე ანუ აი მენა 2-ით მივდიოდი თუ რაღაცა 3-ით, 5-ით და ეგრევე წამომიწია ცხვირი და გვერდზე გადმოუდგი ანუ შემთხვევით რა. ვიცი ესე შევлахავე კი. გამოვშტერდი მეთქი ძალიან მაგარია კი მეც ეგრე მოვსმია მეუჯერ. ავტოუსაც გასავს რა. თან აი ცოტა ფეხებსაც რო აფორთხიალებ ძის ეგრე მივდიოდი. ხო. შენ ბიბინი არ გაქვს ხო? მაქვს. ეგ წინაზე ამ მქონდა. ვერა იმენ არ წავით. წავედით რა. ბენზინი ვიცავდება. აქ ხო არის ვისოლე. არა გადავსთავ პოსტა და წავალთ ეგრევე. აი ბენზინის სპონსორი გაასწორებდა. ხო ბაზარი არა კი. ბენზინის სპონსორი ძალიან კომფორტული. უკანა გზაზე ჩავასხო. საიდან შევდივართ? ზევიდან ალბათ ჯობია. წამოჯერ ზევით შევიხედოთ და მე სად წავიდეთ? არ არის ადგილი? კი, მომენტარი. გადავაყენებ ეხლავე. მოვედი, მოიცა დავაგვიანე, მაგრამ ეხლა დაიწყო, ხო? შენი, მიდიხართ? მიდიხართ თუ აქ ხართ? ასევე იმზადება ხალხი უკვე სტარტისთვის. თუ რა ხდება? მაგარი ქარია. მეორე მონაწილეა. ნელა ვითარდება ეს სპორტიც, კაია. წავიდა. სტოპ. აროჯები არია. თავიდან. წავიდა. აი ეს მოკლე უკლავიანი არის ჩვენიანი. ნაცისფერი მაიკით. თეთრი ჰუსკვარდით. რაბისკენ ვარ. წავიდა.
ხო, რაღაც ეგეთი იქნება. ჩემზე კარგად კიდაყავთ. საშუალო ადამიანები არიან. წავედით. დავქოქოსაც წავედით. გასწორა. მაგრა კი ძალიან კაი იყო, ძალიან კარგად გავერთე. სიამოვნებით მივიღებდი მეც მონაწილეობას რა. კი. რაღაცნაირად უნდა დავითრიო ეგეთი მოტოციკლეტი. ცოტა იუარჯიშო და წავიდა მე გაერთო რა. თან რაღაცნაირად ჯანმრთელი სპორტი არის რა. კი, ბაზარი არა. სუჯანზე ხარ, ფეხიან, ხელიან, ტანიანა, რავი. თან მოტოციკლეტს ატარებ და სპორტია რა. აჰა. თან რავი, ყველა ძალიან საკაიფოდ ატარებდა. ეხლა ის არისო, რომ ვიღაცამ არიცის და მაგიტო ვერქნა. ვიღაცა უფრო მოხერხებულია, ვიღაცა უფრო არა რა. ო. ახტომა გაფრენის მუღამი მაქვს მაგრად. ბაზარი არა მე. ხო და მოკლედ გასწორა ძალიან კაი იყო. კი. საინტერესო, ემოციური. ბევრი რო ტარდებოდეს ეგრე კაი იქნება რა. ო. ბიჭო ძვირია რა. ხო, კაი ძვირიანი სპორტია ზოგადად ისედაც და რავი, ხა მონაწილეობას მამენ მიიღებ, ხა გადაიხდი იმ საწევროს რა. აი როგორი ძვირია, იცი? ვიღაცებს კი ბაზარი არა კიდიათ რა, მაგრამ ეგეთი ბევრი არ არის. უმრავლესობა ვინც ახლა ესეთ შეჯიბზე რა, სადაც მამეთ 50 კაციც არ არის რა, ამდენი კაცი იყო 20-30, ხო? ხო. შეივსება. მაგრამ კროსი რო დააფასეს რა 500 ლარი და რომ უნდა შეიკრიბოს მინიმუმ 50 თუ 70 კაცი, მაგდენი არ იკრიბება ხდები ეგრე ეგეთ დონეზე მაქსიმალურად არ ცდილობს სასტავი რომ ეგ ძალიან ენდურო ისი ჩალიჩოს რა. კი ცდილობს, მაგრამ ანუ მაგდენი არ არის რომ მაგის გადამხდელი რა ერთ ივენტს. ამიტომ ესეთ პატარ-პატარა ივენთებით უნდა გაზარდო ხალხი რომ მიეჩვიონ რა და თავდაჯერებული იყოს და მიხვდეს რომ მომენტ რომ რაღაცა რომ იყოს წავა კროსზე რა. გავივლი რა, თორე იმედი რომ არ გაქვს რომ ვერ გაივლი, ახლა რატო უნდა წახვიდე პროსტა. წინა კროსზე, ანუ ხო კროსი ხო ერთზე ხო ვიყავი და მეორე კროსზე უკვე ჯგუფში ვიყავი, უნდა შეკრებილიყო ხალხი, გადავიხადეთ 500 ლარი, მაგრამ
ანუ აი 500 ლარი აღარ გადაიხადა ბევრმა რა და არ შეიკრიბა რაოდენობა და ჩაიშალა რა, აღარ ჩატარდა რა. პირველიც როგორ იყო იცი? სირთულე არ იცოდა უმრავლესობამ რა სირთულეზე მიდიოდნენ რაზე რა შეკვდება რო არ იცი. ხო, არ იცოდა სასტავმა ეტყობოდათ რომ აი ხან იქით ეგდო ტიპი და იგინებოდა ხან აქეთ ეგდო ტიპი იგინებოდა ძალიან ბევრი შუაში გამოეთიშა. იმას ეხა რო ცოდნოდა რომ ეგ სირთულე იყო 300 ლარზე არ იყო რა, პროსტად არა ხო არ წამოვიდოდა რა. სირთულეზე შანსი არ იყო რა. ხო და რაღაცა საიტზე თუ სადღაც ვნახე მე მგონი სირთულეების ჩამონათვალი არსებობდა რა, რაღაცებს ეწერა რომ ეს ასეთი დონეა და ის ესეთი დონეა და აღწერაც ქონდა პახოდო. ხო და მოკლედ ვილის სწავლის დრო არის. ხო. იმიტომ რომ დაგჭირდება ადვენჩერზე ყველა პონჩი სადღაც ცხვირის აწევა და ნამდვილად აუცილებლად. უცებ რომ ტყემალზე არ გაიჩითო ტიპი. წავიდა. მოკლედ ხალხო გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ. მოიწონეთ ვიდეოები და დამიკომენტარეთ დაგემშვიდობებით ახლა და მომავალ შეხვედრამდე. ლაიქები. ხო, ბევრი ლაიქები, ბევრი.